ყველა ისეთ მოლოდინში ვარ, გეგონება რაღაც იმას უშვებთ რაკეტას კოსმოსში, იმიტომ რომ ახალ თავგადასავალში ჩაებმევა ყველა, ვისაც ჯანსაღი ცხოვრება უყვარს და ვისაც არ უყვარს, იმას მაგალითს მივცემთ, რომ ნებისმიერ ვარჯიშს აზრი აქვს. საქართველოს ნებისმიერ წერტილს შეუძლია ამ ადამიანებს ჩაებან ამ ღონისძიებაში, გადაიღონ ვიდეო, ატვირთონ, მოკლედ ონლაინ ხდება ეს ყველაფერი და საჭირო არ არის ამისთვის, რომ მაინც და მაინც ჩვენ დარბაზში ან რომელიმე დარბაზში დადიოდ. ანუ ყველასთვის შანსია, ყველასთვის თავგადასავალია და ცოტა თამაშის ელფერი ექნება ამ ყველაფერს და შეჯიბრი იქნება ვარჯიში. წინასწარ დაანონსდება ხოლმე კონკრეტული ვარჯიში და შემდეგ ამ ვარჯიშს გადაიღებენ ვიდეოზე და გაკეთდება რეიტინგი ამ ვიდეოების მოცემული ვარჯიშის შესრულებით. და გამოვლინდება გამარჯვებული სეზონის გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის. ფუნქციონალურ ვარჯიშებზეა ლაპარაკი, ფუნქციონალური ორი სიტყვით რო განსაზღვროთ რა არის, ეს არის ნებისმიერი ბუნებრივი მოძრაობა, რომელთაც ადაპტირებული ვართ ცხოვრებაში, ანუ ვარჯიშები ტრენაჟორების გარეშე. ნებისმიერი მოძრაობა არის ფუნქციონალური ვარჯიში და ჩვენ შედარებით ლოიალური ვარჯიშებით დავაკომპლექტეთ ეს პროგრამა. მაქსიმუმ 10 წუთიანი ვარჯიში იქნება, ეს მაქსიმუმი, თორე შეიძლება იყოს 2 წუთიანი, 3 წუთიანი, 4 წუთიანი. ეს იმიტომ რომ ყველა ჩავრთოთ და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ეს მოძრაობები. ვარჯიში სიურპრიზად იქნება ხოლმე, ანუ წინა დღეს დაანონსდება ეს ვარჯიში ივენთი იქნება და დაანონსდება და გავაშუქებთ კონკრეტულად რა ვარჯიში იქნება. ასევე ჩართული პირები მეილზე მიიღებენ ყველაფერს დოკუმენტალურად ახსნას თითოეულ მოძრაობას, ასევე ვიდეო ახსნაც იქნებათ, ანუ ყველა ვარიანტში გაიგებენ რა ვარჯიშები იქნება. ოღონდ სიურპრიზი იქნება ეს და ივენთის სახით ჩვენ ვაჩვენებთ ყველა ადამიანს თუ რაში იქნება შეჯიბრი. სტარტი გვექნება 5 ივნისს, ანუ ხუთშაბათი დღე არის და ყოველი ხუთშაბათი იქნება დაანონსების დღე. ივენთის სახით იქნება ეს ანონსი ჩვენთან და სხვადასხვა დარბაზებში ყოველ ხუთშაბათს და ასევე მეილზე მიიღებს ყველა მონაწილე ამის შესახებ რა ვარჯიშია კონკრეტულად შესასრულებელი და დეტალები როგორ უნდა შესრულდეს, დოკუმენტალურადაც იქნება ახსნილი და ვიდეო ახსნაც იქნება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან საშუალო ქულების, ანუ რეიტინგი შედგება და საშუალო ქულები დაჯამდება და 4-ვე ვარჯიშის ყველაზე საუკეთესო ქულების მქონე ადამიანი გახდება სეზონის ჩემპიონი. მეორე ადგილოსანი, მესამე ადგილოსანი და ასევე ათეული კვალიფიკაციას გაივლის გადავა ფინალში. ამაზე ბევრი ვიფიქრეთ, სპეციალურად გავაკეთეთ დივიზიონები, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალების, იმისთვის, რომ ყველამ შეძლოს მონაწილეობის მიღება. შეიძლება ფიქრობდე, რომ აუცილებელია რაღაცა გარკვეული მონაცემები გქონდეს, მაგრამ ამ ჩემპიონატში მონაწილეობა ყველას შეუძლია, მოყვარულებს, რომლებიც შეიძლება სულ ახლახან დაიწყეს ვარჯიში სპორტ დარბაზში. რა თქმა უნდა, ვარჯიშების შესახებ ინფორმაცია სიურპრიზია და გამოქვეყნდება ყოველ ხუთშაბათს, მაგრამ წინასწარ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ მოყვარულების დივიზიონში ვინც დარეგისტრირდება, მათთვის საკმაოდ მარტივი იქნება ვარჯიშის შესრულება. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მოვარჯიშეები ჩაერთონ და ამ ყველაფერს ქონდეს თამაშის ელფერი, იმიტომ რომ ისედაც დადიან სპორტ დარბაზში და ვარჯიშობენ ყოველდღიურად და არც წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება უცებ ამას ესეთი თამაშის სახე მიეცეს და ჩემპიონატში ჩაერთონ და სახალისო აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა და ასევე რატომაც არა მიიღონ ფულადი პრიზები თუ შესაბამის შედეგს დადებენ. თბილისში და არა მხოლოდ თბილისში, საქართველოში ბევრი ვარჯიშობს და ყოველთვის არის ხოლმე იმისი საუბრები, რომ აბა ვინ უფრო კარგ ფორმაშია, ვინ უფრო ფიტ არის, ვინ უფრო ჯანსაღია და ამას ყველაფერს ვამბობთ ხოლმე, მაგრამ რეალურად შედეგის სახით ვერ ვხედავთ და რატომ არ შევეჯიბროთ და შევხედოთ ფურცელზე დაწერილად ვინაა ყველაზე მაგარი. საქართველოში პირველი პრეცედენტია მსგავსი ჩემპიონატის ჩატარების ონლაინ. პირველი სტარტი იქნება 5 ივნისს, ეს არის ხუთშაბათი და ყოველ ხუთშაბათს 4 კვირის განმავლობაში იქნება ანონსი.